მოხდება მათი განლაგება და საშუალო პროცესის დაორგანიზება. საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტულ წრეებში ჩართულ როგორც მოზარდებს, ასევე მწვრთნელებს შეხვდნენ მათ სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გორის მუნიციპალიტეტმა შეიძინა ორი სატრანსპორტო საშუალება, ორი ავტობუსი, რომელიც გადაეცა IP სპორტის განვითარების სააგენტოს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მოემსახურება ჩვენი ბავშვების, ჩვენი ახალგაზრდების, სპორტსმენების შეკრებებზე, შეჯიბრებზე ტრანსპორტირებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება ჩვენი ბავშვებისთვის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენებისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის, რომელიც ფეხს იდგამენ სპორტში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ სპორტსმენებისთვის, რომელსაც სერიოზული შედეგები აქვს ჩვენი მუნიციპალიტეტის. გორი სპორტში ყოველთვის გამოირჩეოდა და ეს ნამდვილად ეკუთვნოდა და ეს მე ძალიან მიხარია, მინდა მიულოცო და წარმატებები უსურვო თითოეულ სპორტსმენს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. დღის სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustaviory.gi. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9-ზე. დიდი მადლობა მარიკა. გადმოვიბარებთ ეთერს და გავაგრძელებთ თეო მჭედლიძე შემოგვიერთდა.